სახელითა მამისათ და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ კი ძალიან ვამაყობთ ამ სიტყვის კარგი გაგებით, რომ თავისუფალნი ვართ, მაგრამ სწორედ თავისუფლება არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა. იმიტომ რომ ჩვენი თავისუფლება უნარი თავისუფლებისა, დაცემის დროს, როცა ადამი დაეცა, ანუ როცა ღმერთს დაცილდა, ჩვენი თავისუფლება წაიბილწა. და ეს ჭუჭყი დემონური ყველას თან მოყვება. ჩვენ ამით დავიბადენით. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მუდამ დგავართ იმ საცდურის წინაშე, რამე თუ ეს ჭუჭყი ჩვენსა და ღმერთს შუა დგას და ჩვენს ხედვას, ჩვენს აღქმას, მათ შორის სულიერ ცხოვრებაში. აღარ ვლაპარაკობ ურწმუნოზე. სულიერ ცხოვრებაში, ქრისტიანულ ცხოვრებაში. ჩვენ აღქმას ძალიან ძლიერად ბღალავს, დეფორმირებულია ჩვენი ხედვა. და გონია სიმართლე ის, რაც სიმართლე არ არის, ბოროტება იქ, სადაც ბოროტება არ არის და ასე შემდეგ. ვერ ვცნობთ ღვთისნებას. მთელი თავარი პრობლემა, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ, არის ის, რომ არ ვიცით ღმერთს რა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს. ჩვენი ნება არ ჩანს. ის ვლინდება ჩვენ ცხოვრების წესში, ჩვენს არჩევანში. ჩვენ რაც ჩანს, იმის კონტროლიც არ შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ენა გავაკონტროლოთ. თვალები, სიტყვა, მოქმედება, ემოციები, რაც ჩანს, იმასაც ვერ ვაკონტროლებთ. წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანს. ჩვენი მეცადინეობა ამ მიმართულებით მუდმივი უნდა იყოს, მუხტშაუხრელი, მიზანმიმართული, პრინციპული, თავდაუზოგავი, რომ ყოველ ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს ხვდებოდეთ, ვიცოდეთ ღმერთს რა სურს, რა არის მისი უწმინდესი ნება. სხვანაირად ვერ რეალიზდება ჩვენი შვილობა. არადა ეს არის ჩვენი ცხოვრების საზრისი. თავისუფლების არასწორად გამოყენება, რაც თავიდანვე გითხარით, რომ თავისუფლება ჩვენთვის მძიმე ხვედრია. ის არის, რითაც ჩვენ ადამიანები ვართ, ის არის, რასაც ჩვენ განგვაცდეინებს ღვთისმშობლის და სასუფეველის გონება მიუწვდომელ ბედნიერებას და ისვია ზუსტად, რომელმაც ჩვენ შეიძლება დაგვღუპოს, რომელმაც ჩვენ შეიძლება ჯოჯოხეთში დაგვაგდოს. და ეს უნდა კარგად გვახსოვდეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამიტომ სულიერ ცხოვრებას არ უყვარს ზედაპირულობა, არათანმიმდევრულობა, ზერელე დამოკიდებულება. სულიერ ცხოვრებაში ადამიანი არის როგორც მეომარი, რომელიც მტრის წინაშე დგას და არ აქვს ერთი წამით მოდუნების შესაძლებლობა. აი წარმოიდგინეთ ორი მეომარი ხმლებით რო დგანან ერთმანეთის წინააღმდეგ, საკმარის ოდნავი ყურადღების მოდუნება და იმ წამსვე დაიღუპება. აი ეს მდგომარეობა აქვს ადამიანს. ამას რა თქმა უნდა ვივიწყებთ და რა თქმა უნდა ვცდილობთ სულიერ ცხოვრებაში ვიყოთ ისეთივე ზარმაცნი, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვარ და კიდევ უარესიც. გახსოვთ ადრეს გითხარით, უფალი ამბობს ამ სიტყვებს, რომ ძენი ამასოფლისანი უგონიერეს არიან მიდრე ძენის სასუფევლისანი და რას გულისხმობს? ურწმუნო ადამიანი, რომელსაც მიწიერი მიზნები აქვს, ის უფრო მობილიზებულია თავისი მიწიერი მიზნების შესრულებაში, ვიდრე ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, სულიერი მიზნების აღსრულებაში. ის უფრო მობილიზებული. როგორები არიან ის ადამიანები, როგორები შეიძლება ვიყოთ ჩვენ, თუ ჩვენ ცხოვრობთ არა ღვთისნებით, არამედ ჩვენი ნებით, თუ ჩვენ თავისუფლებას არასწორად ვიყენებთ. აქ ერთი ნიუანსია კიდევ. რადგან როცა შენი ნები თუ ღვთისნებით ცხოვრებაზეა საუბარი და რადგან ეს თავისუფლებასთან კავშირშია, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან თავისუფლებასთან არის ნებელობა ჩვენი კავშირში, ამიტომ გვახსოვდეს, რომ ღმერთი არასოდეს აი ესე გამოკვეთილად პირდაპირ ჩვენ თავისუფლებას არასოდეს არ შეეხება და არასოდეს არ შებღალავს. ამიტომ ყოველთვის გამოსაცნობად გვაქვს საქმე, უნდა გამოვიცნოთ ყოველთვის რა არის ღვთისნება, იმიტომ რომ თუ ღმერთმა ჩვენი თავისუფლება შეზღუდა, ჩვენ ადამიანები აღარ ვიქნებით, ჩვენ უკვე ცხოველებად გადავიქცევთ. მაგრამ წმინდა წერილით
2000-წლოვანი ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებით, რომლებიც წმინდა მამათა გულიდან აღმოცენებული მადლიანი სიტყვებით, მადლისმიერი გადმოცემით, რაც ეკლესიაში არსებობს, საიდუმლოებებთან კავშირით, მათ შორის ზიარების საიდუმლოებასთან კავშირით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღვთისნების გამოცნობა ვისწავლოთ. აი დღეს მაგალითად იუდას სახარება, იუდას წერილი წავიკითხეთ, მოციქული იუდასი. ეს ის მოღალატე იუდა არ არის, ეს სხვა იუდა. აი იუდა მოციქული გვიხსნის და იუდა მოციქული რო გვიხსნის, ეს იუდას აზრები კი არ არის. ის როგორც პავლე მოციქული რო გვიხსნის, ეს პავლეს აზრები. პავლეს აზრებიც არის და იუდას აზრებიც არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მიმეორებ, ეს არის აზრები მათი გულიდან ამოსული. არა ტვინიდან, გულიდან. გულიდან, რომელიც განწმენდილია ღვთისნების მიერი ცხოვრებით და ღვთისნებით მაცხოვრებელი ადამიანის გული იმგვარად იწმინდება, რომ იგი აღმოაცენებს სულიწმინდა ღმერთის მიერ ნასწავლ განმარტებულ ქრისტეს სიტყვებს, როგორც უფალმა თქვა, რომ სულიწმინდა ღმერთი რომ მოვა, რასაც მე თქვენ გეუბნებით და კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ დაიტევთ და სულიწმინდა ღმერთი რომ მოვა, ყველაფერ ამას გაგახსენებთ და გასწავლით. ვის ადამიანებს, როგორც, ვისაც განწმენდილი გული აქვს, ვისაა განწმენდილი გული, ისინი ვინც ღვთისნებით ცხოვრობდნენ, ვინ არიან ესენი? ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ეკლესია წმინდანებს უწოდებს. მოციქულებიდან დაწყებული 21 საუკუნის დიდი მოღვაწეებით დამთავრებული. და მათი ბაგეები მეტყველებს იმას, რაც გულშია, ხოლო გული კიდე სულიწმინდა ღმერთის მიერ ნასწავლს აღმოაცენებს. ანუ იგივე ღმერთი ლაპარაკობს მათი ბაგეები. გვეუბნება ესეთ რამეს. ურწმუნონი და ვინ არის ურწმუნო? მაინდა-მაინც ის კი არა, ვინც ეკლესიის გარეთ არის. ისიც ურწმუნოა, ვინც ღვთისნებით არ ცხოვრობს. რატო ვამბობთ ასე? წმინდა წერილში გვიწერია, უფალი გვაფრთხილებს, რომ მე იმას ვწამვარ, ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს. რა არის ღვთისნება თუ არა ღვთისნების აღსრულება, თუ არა ღვთისნებით ცხოვრება. ანუ ვინც ღვთისნებით არ ცხოვრობს, ის ვერ აღასრულებს მცნებებს, გარეგნულად თუნდაც კრავის ცხოვრებით იცხოვრობს. ამიტომ ურწმუნოა ყველა ის ადამიანი, მათ შორის ეკლესიაში, რომელიც ღვთისნებას არ გამოიძიებს და არ ცდილობს ღვთისნებით იცხოვროს. რა თქმა უნდა, მან იცის, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ეს მისი დამსახურება არ არის. ღმერთი შეეხო მის გულს და გულით დაუმსახურებლად, შეეხო რწმენა დაუმსახურებლად მოგვეცა. მოგვეცა როგორც ტალანტი და ამ ტალანტით ვიცით, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით სახარებისეულად, რომ დაფლული ტალანტი როგორი რისხვას გამოიწვევს ჩვენზე. ამიტომ რწმენა დაფლული ტალანტი კი არ არის. ქრისტიანული რწმენა არის გამრავლებული ტალანტი. და ტალანტი, რომელიც რწმენა, რომელიც ასე ტალანტის სახით მეძლება, როგორც ნიჭი, მრავლდება ღვთისცნებების აღსრულებით. და კიდევ ვიმეორებ, ღვთისნების აღსრულება ნიშნავს ღვთისნების მიხედვით ცხოვრებას. იყავ ნება შენი მამაო ჩვენოში რო. ამიტომ ურწმუნო შენ როცა აქ საუბარია ურწმუნო შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, თავისთავად ხალხი ეკლესიის გარეთ ყოფი თავისთავად ურწმუნოა, ეკლესიაში მყოფი ადამიანიც ურწმუნო შეიძლება იყოს. მოციქულიც კი შეიძლება ურწმუნო იყოს. იუდა მოციქული იყო, ღვთის სიტყვას ქადაგებდა, მისიონერობდა, სასწაულებს ახდენდა და იყო ურწმუნო. აი, გესმის, არაფერი გარეგნული გარანტიას არ გაძლევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ურწმუნონი გმობენ, რაც არ იციან, ნახე, და საინტერესოა, ურწმუნო, რითი ხასიათება ხა ურწმუნო. ეხლა რატო არის ჩვენთვის საინტერესო, რომ არ ვიყო მე ურწმუნო? ურწმუნო, რითი ხასიათება? ის გმობს, რაც არ იცის. და რა არ იცის ურწმუნომ? ღვთისნება. ანუ ურწმუნო ადამიანი არის ღვთისნების მგმობელი. ანუ მოქმედებს და ყოფიერებს ისე ამ სამყაროში, როგორც ქრისტე არ იმოქმედებდა. აი ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ქრისტეს საწინააღმდეგოდ იქცევა, გესმით? და ეს შეიძლება გაასაღოს სიკეთეთ, გაასაღოს კეთილშობილებად, სიმართლე და ასე შემდეგ. ხოლო რაც ბუნებით იციან, რაღაცა ხო იცის. გესმის? გმობს იმას, რაც არ იცის ღვთისნებას, მაგრამ ბუნებით, თავის დაცემული ბუნებით, საკუთარი ნებით, საკუთარი სიმართლე რო გონია მთავარი, ხო? ამით ხო იცის, რაც ბუნებით იციან, როგორც აი ამ ცოდნით, როგორც უგონო პირუტყვებმა იმითვე იხწნიან თავს, ანუ თავს იღუპავენ. ის, რაც ბუნებით იციან, იმით თავს იღუპავენ, იმიტომ რომ ღვთისნების საწინააღმდეგოა.
ისინი არიან თქვენი, ეხლა ესეთი ადამიანები, რა ხო ეკლესიაზეა საუბარი და არა ეკლესიის გარეთ ყოფებზე, წეღანას 5 რამდენჯერმე ვთქვი, რომელ ურწმუნოებზეა საუბარი, მაინდა-მაინც ეკლესიის გარეთ ყოფებზე არა, ეკლესიის შიგნით ყოფებზე და ეს თვითონ ტექსტშიც ასე ჩანს. რატომ? იმიტომ რომ შემდეგ იუდა მოციქული აგრძელებს, რომ ეს ურწმუნოები არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი. იცით რა არის ეს სიყვარულის სერობა? ეს არის ლიტურგიკული ცხოვრება. როცა იკრიბებოდნენ ძველი ქრისტიანები, ჯერ ეზიარებოდნენ, მერე ესე იგი ძმურის სუფრა იშლებოდა ესეთი, აი ეს ლიტურგიკული ცხოვრება. ანუ ვიკრიბებით ეკლესიად შეკრება. ანუ წირვა ფაქტობრივად თავარი ქვაკუთხედი. და ესენი ბილწავენო თქვენ სიყვარულის სერობას. გესმით? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მე თუ ურწმუნო ვარ და თუ ჩემი ნებით ვცხოვრობ და არა ღვთისნებით, შესაბამისად მე აქ რო ვარ თქვენთან ერთად, მე ამ სიწმინდეს ვბილწავ ჩემი ნებით, როგორც იუდა შებილწა წმინდა ზიარება, როცა მიიღო თვითონ ქრისტეს ხელით და მის გულში შევიდა ეშმაკი. მე წავიდა და უღალატა. იუდამ შებილწა იქაურობა, გესმით? და მადლობა ღმერთს რომ გავიდა. ეშმაკი შემოუშვა თავის გულის მიერ იქვე საიდუმლო სერობაზე. და ესეთი ადამიანები დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ. დაურიდებლად არ აქვს ძალვა მოყვასის ღმერთის და თავის თავს მასპინძლობენ რას ნიშნავს? ღვთისნების გარეშე იმყოფება იქ. ანუ ეზიარება, მაგრამ ღვთისნება არ არის რომ ეს ეზიაროს. გესმით? აი ემას ნიშნავს, ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ შეიძლება ვეზიარებოდეთ, მაგრამ ღვთისნება ეს არ იყოს. ზოგადად არის ღვთისნება ზიარება, მაგრამ აი მე რო დღეს ვეზიარები, შეიძლება ეს არ იყოს ღვთისნება. ამის მაგალითები ეკლესიის ისტორიაშიც რამდენია. ხილვებში გამოცხადება მაგალითად, როდესაც იუდას მაგალითი ხო მოგიყვანეთ. და ესე იგი, თან ქრისტეს ხელით ეზიარა არ დაგავიწეს. ეს გარეგნულად კი არ გარეგნულად ბორკილებს კი არავინ არ დაგადებს. მაგრამ გამოცხადებით ხილვაში მაგალითად ესეთი შემთხვევები რამდენიმე ვიცი მე ეკლესიის ისტორიაში, როდესაც აეხილება რომელიმე სულიერი თვალი და ხედავ შეიძლება 100 კაცი იდგეს, 200 კაცი იდგეს და მე აი ამ გამოცხადებით მიხვდეს რომ აი ამ სხვადასხვანაირად ხდება ეს გამოცხადება, აი ამ თქვა 200 კაციდან სულ 4 კაცი ეზიარა, დანარჩენი არა. ყველა მიიღო, მაგრამ ეზიარა 4 კაცი, ღმერთს ეზიარა 4 კაცი. გესმით? აი ამას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს მასპინძლობს, ანუ ღვთისნებით არ არის იქ. ეხლა ნახეთ როგორ ახასიათებს ცოტა მწარეთ იუდა მოციქული ამგვარ ადამიანებს. ეს რაღაცა მეტაფორა, მაგრამ ძალიან საინტერესო მწარეთ. და ეხლა ეს როცა მწარედ ახასიათებას ვისმენ, ვიღაცისგან კი არ უნდა გავიხედო. პირველი მისამართი მე უნდა ვიყო, აი მე ხომ არ ვარ ასეთი ღმერთო შემიწყალე. როგორ ახასიათებს? ესეთი ადამიანები როგორები არიანო? უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ძალიან მწარე სიტყვებით ლანწყობს. ორგზის გამხმარნი, წარმოიდგინეთ. ფესვებით ურთ ამოძირკულნი, ზღვის მძინვარე ტალღები თავიანთვე სირცხვილით აკაფებულნი. ცდომილნი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ განმზადებულია ბნელეთის უკუნი. ისინი არიან მტვინავნი, მოდავენი, თავის გულის თქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი, არ გიშველის მაღალფარდოვანი საუბარი და ანგარების გამო პირფერნი. როცა აი ეს დახასიათება არის ურწმუნოსი და როცა ქრისტიანი ამას კითხულობს, უნდა გაახსენდეს მოციქულების რეაქცია, როდესაც უფალმა თქვა, ერთ-ერთი თქვენგანი მე გამყიდის, მიმცემს მე, გამყიდის მე, მოციქულებმა ძირითადად როგორი რეაქცია ქონათ მოციქულებს? მე ხო არა ვარ ეს. აი რას წავიკითხე, მე ხომ არა ვარ ეს? აი ამას ქვია შიში ღვთისა, გესმით? როცა ასე სერიოზულად განუკუთვნებ საკუთარ თავს წმინდა წერილის სიტყვებს, დაფიქრდები და მე მობილიზებას გავუკეთებ საკუთარ თავს. უფალი გვაფრთხილებს, იუდა მოციქული უფლის პირით გვაფრთხილებს, რომ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ და ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. თქვენ კი საყვარელო გახსოვდეთ სიტყვები, თუ არ ახარ ეს
და ეკლესიაში ხარ და კიდე ფიქრობ ეს ხო არა ვარ და იქნება არა ხარ და იმედია არა ხარ და ამ დროს იუდა მოციქული გეუბნება თქვენ საყვარელო გახსოვდეთ სიტყვები ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული ისინი გეუბნებოდნენ რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი თავიანთი უკეთური გულისხმებით მავალნი უკანასკნელი ჟამი არის ის დრო ღმერთის ადამიანად მოსვლისა მის მეორედ მოსვლამდე. ანუ ეს პერიოდი, ჩვენი პერიოდი და რაც უფრო უახლოვდებით, ეხლა ხო ხედავთ მთელი სოფლიო გაგიჟდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ პერიოდთან, როცა გამეფდება ანტიქრისტე და დაბრუნდება უფალი. დრო და ჟამი არავინ იცის, მაგრამ ეს პერიოდი რო ახლოა, ამას ყველა ადამიანი გრძნობს, იმიტომ რომ ისე შეიშალა კაცობრიობა და რასთავარია, შეუქცევადი პროცესები მიდის, რომელსაც აღარაფერი სასიკეთოდ უკან აღარ მოაბრუნებს. ამიტომ ეს მართლაც ეს პერიოდია და ეს რითი ხასიათდება ეს პერიოდი, რომ კრეხელი ადამიანები, ანუ რომელთაც სიწმინდე არ არსებობს, თავიანთი უკეთური გულისხმისაა მავალნი, ანუ ღვთისნების საწინააღმდეგოდ ისე ცხოვრობს ადამიანი, რომ ეს პირიქით იამაყება. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი ეკლესიაში და ეკლესიაში განხეთქილებები უფრო და უფრო გახშირდება, დაწყებულია და გახშირდება. და ეს ერთ-ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ აი საცაა გამეფდება ანტიქრისტე, როცა მართლმადიდებლის ეკლესიის ეს ერთიანი ორგანიზმი და რღვევა ისტორიულად ირღვეოდა პერიოდულად და 1000 წვალებლობები არსებობს, მაგრამ ეს რღვევის პროცესი უცებ განახლდება დიდი სისწრაფით და ესეთი ადამიანები არიან მშვინვიერნი, ანუ გრძნობისმიერი. აი პირუტყული გრძნობისმიერი ჭარბობს ამაში და სულის არ მქონენი, აქ ამ შემთხვევაში გულისხმება სული წმინდა ღმერთი, ანუ მათში არ არის საღვთო მადლი. ეს ისიც რა განაჩენია, იმიტომ რომ ქრისტიანული ღვთისმეტყველებით, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებით ადამიანი ხორცი და სული კი არ არის. ადამიანი არის ხორცი, სული და ღმერთი ერთად. როცა შენ საღვთო მადლი განგეშორება და მარტო ხორცი და სული რჩები, ეს არის პირუტყვისა და დემონის ნაზავი. ესე ამბობენ წმინდა მამები. გესმით რა შეასახა? და ეს განაჩენი გამოაქვს იუდა მოციქულს, რომ ასეთი ადამიანები ხორცი და სული რჩება და მადლი აღარ არის მათში, სულის არ მქონენი არიან, ანუ სული წმინდა ღმერთის მადლის მიერ არ მქონენი არიან. კატასტროფაა, რა თქმა უნდა. ხო და აი ჩვენ ასე დროს რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ყველაფერს ავცდეთ, ხოლო თქვენ საყვარელნო რეკომენდაცია ეს. ხოლო თქვენ საყვარელნო უწმინდესი რწმენით, ხო შეიძლება ეთქვა თქვენ რწმენით? არა, უწმინდესი რწმენით. რა არის უწმინდესი რწმენა? რითი განსხვავდება რწმენისაგან? რწმენა შეიძლება ვუწოდოთ, როცა ადამიანს ჯერა ღმერთის არსებობა. ქრისტე რო ღმერთია, ესე ჯერა და ძალიან მაგარია. კიდევ უფრო მეტი ჯერა მართლმადიდებელი ეკლესია რომ არის ის, სადაც ქრისტეს იპოვი. ესეც რო ჯერა, ესეც კიდე მაგარია. ანუ სერიოზული რწმენა აქვს ადამიანს, თეოლოგიურად განათლებულია და ზნეობრივია. მაგრამ ეს არ არის უწმინდესი რწმენა. აბა რა არის უწმინდესი რწმენა? როცა ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე, დაემატება. ეს ყველაფერი ხო იცი, ხო აქ ახარ და მთელი შენი არსება მობილიზებულია იმით, რომ ღვთისნებით იცხოვრო, გამოიძიო ღვთისნება და იცხოვრო, მაშინ ხდება შენი რწმენა წმინდა. სხვანაირად არ ხდება წმინდა. გესმით? მე ადრეს გითხარით, რომ ადამიანმა, რომელმაც ეს ყველაფერი იცის, რწმენა რო აქვს, ქრისტეს ღმერთობაც რო იცის და თავისი ნებით ცხოვრობს, გავს ეშმაკს, იმიტომ რომ ეშმაკია ასეთი ზუსტად. ეშმაკმა ყველაფერი ღმერთი რო არის, რომ იესო ქრისტე რო ადამიანად მოსული ღმერთია, რომ ეკლესია რომ მისტიკური სხეულია და ეს ყველაფერი იცის ეშმაკმა და მაინც საკუთარი ნებით ცხოვრობს. ამიტომ არის ეს ეშმაკი. ესეთი ადამიანი გარკვეულწილად ურწმუნოზე უარესია. გესმით რა შეასახა? თორე ეშმაკს მხოლოდ ის გავს, რომელმაც იცის, რომ ღმერთი არის და ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. აი უწმინდესი ჩვენი ესე იგი რეკომენდაცია რა არის? გვეუბნება, რომ საყვარელო უწმინდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სული წმინდით. ხო შეიძლება ეთქვა ილოცეთ, არა, ილოცეთ სული წმინდით, იმიტომ რომ თუ ლოცვა არ არის ღმერთთან ერთად, ის ლოცვა არ არის ლოცვა. სიტყვებს ისური უბრალოდ თვითკმაყოფილება, რელიგიურ თვითკმაყოფილებაში ხარ. ტრანსში შეიძლება შეხვიდე, ტრანსში, მედიტაცია შეიძლება დაგემართოს, რაღაც ესეთ. მხოლოდ ღმერთთან ერთად როცა ლოცულობ, ფსალმური სიტყვები,
ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. თუ ჩვენში სახთო ნათელი არ არის, შეუძლებელია ჩვენი კავშირი ღმერთთან. თუ სინათლე არ არის, შეუძლებელია რომ ჩემმა თვალმა დაინახოს კედლიდან არეკლილი სინათლე და კედელი დავინახო. მე კედელს კი არ ვხედავ, კედლიდან არეკლილ სინათლეს ვხედავ. ანუ თუ სინათლე არ არის, მე არა მაქვს უნარი კედლის დანახვის. თუ არ არის სახთო მადლი ჩემში, მე არა მაქვს უნარი ღმერთის დანახვის. ამიტომ წერია ილოცე სულიწმინდი და ამას ჭირდება სწავლა. ადამიანმა უნდა ისწავლოს ლოცვა როგორ არის, რომ ღმერთთან ერთად იყოს ლოცვის დროს და არა უბრალოდ სიტყვები ისროლოს. ამას ჭირდება სწავლა, რომლის სკოლა, რა თქმა უნდა, არის მართლმადიდებელი ეკლესია. გაგრძელებს სიყვარული დაიცავით თავიო კი არ ამბობს. ღვთის სიყვარული დაიცავით თავი. ანუ ღმერთი უნდა რომ დაიცვა თავი ამ ყოველი უბედურებისაგან, ღმერთი უნდა გიყვარდეს. და ღმერთის სიყვარული შესაძლებელია როგორ? პირდაპირ გაგებით, ღმერთი მოვიდა ადამიანად, ესე იგი მე და ვიცი იესო ქრისტე რომ ღმერთია, ვიცი მისი ცხოვრება, ვიცი მისი საუბარი, ვიცი მისი სიტყვები, ვიცი რა სიტყვებს ჩემგან, ვიცი რა გააკეთა მან ჩემთვის, რომ ის ჩემთვის მოკვდა, ამიტომ წესით გაიოლებული მაქვს მე ღმერთის სიყვარული. ღმერთი ჩემთვის რაღაც აბსტრაქცია კი არ არის, მოვიდა ჩემთვის მოკვდა, ჩემთვის, აი დღესაც სახარებაში რო კითხულობდით, ხო? ჩემთვის გააკეთა და მე შესაბამისად მადლიერებიდან გამომდინარე მეიოლებოდეს უნდა რომ იგი მიყვარდეს და ეს არის დაცვა ვისაც ქრისტე უყვარს ის აბსოლუტურად შეუვალი ხდება ბოროტისათვის და ვისაც ქრისტე უყვარს ის გამოძიებულიც არის და მეტიც ღვთისნება ის ცხოვრობს სიხარული და ბედნიერად ცხოვრობს ღვთის ნების აღსრულებელი ეკრია ხო ვინც გიყვარს იმის სურვილს ასრულებ ეს ხო ბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანთან ურთიერთობებშიც კი ასია ეს ასე რომ სიყვარული დაიცავი თავი და კიდევ ერთი უნიშნულოვანესი არასოდეს არ მაყოფილდებით იმით რაც გვაქვს ამიტომ მუდმივად მოლოდინის მდგომარეობაში ვიმყოფებით და აგრძელებს იუდა მოციქული ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის მუდმივად აი ეს ყველაფერი რაც იყო სიყვარულით ჩათვლი და მოლოდინის მდგომარეობაში რომ წყალობას დამსახურება კი არა ვიმსახურებ წყალობას ველოდები ყოველ ლოცვის დროს ყოველი ზიარების დროს რა თქმა უნდა გარდაცვალების ჟამს გესმის რომ ესე იგი უფალი მარადიულ სიცოცხლეში ანუ თავის თავში შემიყვანს იმიტომ რომ ღმერთია მარადიული სიცოცხლე და ამავე დროს უნდა ვეხმარებოდეთ სხვას ესეც რეკომენდაციაა არ არის საკმარისი მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა ხო ჩვენ ხო ეკლესიად ვიკრიბებით როგორც პავლე მოციქული ამბობს ზოგიერთ დაეჭებულს წყალობდეთ ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ რა თქმა უნდა ურწმუნოების ჯოჯოხეთის მრისხანების და ასე შემდეგ და იხსენით ზოგის მიმართაც სიბრალული გქონდეთ ანუ ჩვენს გვერდზე მცოდველ ადამიანს ხელი გაუწოდოთ ოღონდ ვის რა ჭირდება ამის მიხედვით არის გარკვეული გრადაცია რომელიც რა თქმა უნდა სრულად არ მოიცავს ყველაფერს მაგრამ უნდა განივცოს ხო ეს ჩვენთვის ერთგვარი ნიმუში და მაგალითია და სიწმინდე მათ შორის ხორციელი იმდანაც უნდა გვიყვარდეს და დღეს სოფლიო სწორედ ამით გიждდება კიდე ხო ხედავთ აი რა ესე იგი სატანიზმამდე აღწეული გარყვნილებას უფევს სამყაროში ფაქტობრივად ამათ არის მოცული მთელი სამყარო ის ასეთი ადამიანები მართავენ სოფლიოს და ნუ კატასტროფა ხდება ხო და აი ამიტომ ნახეთ როგორ ამბობს გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც კი ნახეთ როგორი პრინციპული მიდგომა აქვს და ბოლოს მანუგეშებელი სიტყვები ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკლონის სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე ღმერთსა ერთსა და ბრძენს მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს დიდება სიდიადე ძალა და ხელმწიფებაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ასე რომ კიდევ ერთხელ დიდება უფალს წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ გვაძლევს იმ ნიშნულს რისკენაც უნდა ვისწრაფდეთ ჩვენ და რისკენაც უნდა ვიარებოდეთ კიდევ ერთხელ გვაფხიზლებს კიდევ ერთხელ გვაძლევს мотивაციას რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ხნეთ და იმედიანად განვაგრძოთ
აღსებული ვართ რა ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი უნდა ვიყოთ აღსებულნი რა ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი გულმხურვალე რწმენით ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ